6 წლის შემდეგ ოცნებას გავრილოვის ღამის გამოძიება გაახსენდა. სისხლიან მოვლენებთან დაკავშირებით ოცნების პროკურატურა ამ წუთებში რუსთაველზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. რატომ ახლა რეჟიმის ავარაუდოდ გიორგი გახარიას წინააღმდეგ კიდევ ერთ საქმეს ამზადებს. ოცნების პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ ასრულებს ევროპული სასამართლოს რეკომენდაციას და ეს მაშინ, როდესაც ამ საქმეზე გადაწყვეტილება სტრასბურგმა 1 წლის წინ გამოაცხადა. სალომე ლაბაძე იმყოფება რუსთაველზე, რომელიც დეტალებით გვერდება პირდაპირ ეთერში. დიახ, რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია, თუმცა არა ტრადიციული მიზეზით. ამჯერად ქვეყნის მთავარი საპროტესტო გამზირი ქართულმა ოცნებამ, უფრო ზუსტად კი ოცნების პროკურატურამ დაიკავა იმ მიზნით, რომ როგორც თავად გვიმტკიცებენ, ჩაატარონ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და ამ გზით 6 წლის წინ სწორედ ამ ადგილზე მომხდარის შესახებ ინფორმაცია მოიპოვონ. ასე პროკურატურა, როგორც თავადვე აღნიშნავს, მოქმედებს სტრასბურგის სასამართლოს მითითების შესაბამისად, რადგან სწორედ სტრასბურგის სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე ქართული ოცნების მიერ ჩატარებული გამოძიება მიიჩნია. არასათანადოდ და ივანიშვილის პარტიას შესაბამისი მოქმედებების ხელახლა განხორციელება დაავალა. თუმცა აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება სტრასბურგმა 1 წლის წინ გამოსცა, ქართულმა ოცნებამ კი ამ გადაწყვეტილების აღსრულება დაიწყო მხოლოდ ახლა. დღეს არის პირველი სამუშაო დღე ოცნების პროკურატურის თანამშრომლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან, როგორც ხედავთ, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ და ახორციელებენ სხვადასხვა სახის მოქმედებას. მათ შორის მე ახლობ ხედავ და ალბათ მაყურებელის კადრში ამჩნევს გრძელ სახაზავს საზომს, რომელიც საკმაოდ დიდ მანძილზე გაატარეს პროკურატურის თანამშრომლებმა. უცნობია რა მიზანი აქვს ახლა კონკრეტულად ამ მოქმედებას, თუმცა ესეც არის იმ სამუშაოს ნაწილი, რომლითაც როგორც პროკურატურა აღნიშნავს, ის ასრულებს სტრასბურგის სასამართლოს დავალებას. ადგილზე ასევე არის სხვადასხვა ტერიტორია შემოსაზღვრული ყვითელი ლენტით, მოიტანეს სანიშნეებიც, რომელიც პარლამენტის შენობის წინას განათავსეს სხვადასხვა ადგილზე. მანამდე კი რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ პროკურატურის დავალებით მოსვლა მოუწია 20 ივნისის საქმის ერთ-ერთ დაზარალებულსაც, ამ შემთხვევაში ვახტანგ ბერეკაშვილზე ვსაუბრობთ, რომელიც 20 ივნისს მშვიდობიან დემონსტრანტებს შორის იყო და რომელსაც აქციის ძალადობრივად დაშლის შემდეგ დაზიანება აქვს ტყვის მოხვედრის შედეგად მხარში. ის სწორედ მხარში დაიჭრა და არის 20 ივნისის დაზარალებული. მას მოუწია დღეს პროკურატურის დავალების შესაბამისად რუსთაველის გამზირზე მოსვლა და მონაწილეობის მიღება აი ამ სამუშაო პროცესში, თუმცა როგორც თავად დაზარალებული აღნიშნავს, იმის მოლოდინი, რომ ქართული ოცნება ახლა მაინც შეუდგება ამ საქმის სათანადოდ გამოძიებას, მას არ აქვს. ეს დაზარალებული დარწმუნებულია, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ქართული ოცნების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტის, კონკრეტულად გიორგი გახარიას წინააღმდეგ მასალების შეგროვების მცდელობასთან, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ამ დაზარალებულმა მაინც მიიღო მონაწილეობა იმ სამუშაოს განხორციელებაში, რომელსაც ადგილზე ახორციელებს ოცნების პროკურატურა. ჩვენ შეგვიძლია მოვუსმინოთ თავად ამ დაზარალებულსაც და მოვისმინოთ ასევე თავად პროკურატურის განმარტებაც. თემ დაჭრა მოხდა მაშინ მხარში, ახალ მოცნატყვიარები. პროკურატურა ახლა იძიებს იმ მომენტის აღდგენა უნდათ, რომ დაახლოებით განსაზღვრონ, საიდან მოხდა და რომელი სპეცრაზმელის მიერ მოხდა გასროლა, გადაზომეს დაახლოებით მეტრები. ვიდეოს მიხედვით, რომელსაც მე ვიღებდი დაჭრის მომენტში, რატომ აიც და მაინც ეხლა შუა ივლისში ასე დაჩქარებით, რატო დაიწყეს გამოძიებაზე მუშაობა და საით უნდა წაიყვანონ ეს გამოძიება, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანს მიჩანს მე პირადადაც და შესაძლებელია, რომ შეიძლება ის იყოს უბრალოდ რავი ერთ-ერთი მათი კონკურენტის ამ შემთხვევაში გახარიას დადანაშაულება, მხოლოდ რა თქმა უნდა სამართლიანობა არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნებოდა დამნაშავე, ყველა უნდა ადგეს, მაგრამ ამ ქვეყანაში და ამ მთავრობის პირობებშიც შეუძლებელია, რომ იმ ბოლომდე ვენდოთ ხოლმე გამოძიებას და ამიტომაც მიგვაქვს საქმე ხოლმე სტრასბურგში ხოლმე, რომ იქ იმათი გამოძიებულით მაინც დავადგინოთ სიმართლე. მაგრამ რა თქმა უნდა მე ვთვლი, რომ მხოლოდ გახარია შეუძლებელია იყოს ამ ყველაფერში დამნაშავე და ახლანდელი მთავრობის მიერ მათ გახარიაზე ხელი შეწმენდა არ იქნება, რა თქმა უნდა, არავის თვალში არ გამოჩნდება, რომ თურმე საქართველოში სამართლიანად ჩატარდა გამოძიება. მოცემულ შემთხვევაში ტარდება საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ გამოძიებლებთან ერთად ექსპერტები და თავად დაზარალებული. შესაბამისად, თქვენი კითხვა რასაც ეხებოდა აზომვებთან დაკავშირებით, ეს არის გარკვეული ტექნიკური საკითხები, რათა დადგინდეს ზუსტი დეტალებით, როგორ განვითარდა მოვლენები. ვინ საიდან გაისროლა და
და როგორ დაზიანდნენ მათ შორის აღნიშნული საკითხით, რა თქმა უნდა, საგამოძიებო ექსპერიმენტი ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება მეტი დეტალი იყოს დადგენილი, რა თქმა უნდა, წინასწარ შეუძლებელია იმის თქმა, ვინ შეიძლება იქნეს ამა თუ იმ სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში მიცემული, თუმცა ის მოცემულობა, რაც გვექნება, რა მტკიცებულებებიც იქნება საქმეში, მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ბუნებრივია შესაძლოა გამოიკვეთოს საქმეზე, ნებისმიერი პირი, ვინც გამოიკვეთება და იქნება მტკიცებულებების მიმართ, რომ ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება, რა თქმა უნდა, მიიღებული იქნება კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება. რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო სამუშაო უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს, რის გამოც სწორედ ამ რამდენიმე საათის განმავლობაში აქ აკრძალულია ტრანსპორტის გადაადგილება და გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ქვეითებისთვის. თავდაპირველად, როგორც უკვე გითხარით, პროკურატურამ ადგილზე მოიყვანა 20 ივნისის ერთ-ერთი დაზარალებული და მასთან ერთად შეასრულა გარკვეული მოქმედებები. ამის შემდეგ კი პროკურატურის თანამშრომლებმა მუშაობა გააგრძელეს სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით, მათ შორის როგორც ისევ კადრში ხედავთ, აქ არის ერთგვარი გრძელი სახაზავით და ასევე პროკურატურის თანამშრომლებმა მოიტანეს სანიშნეებიც, რომელიც ყვითელი ფერითაა აღნიშნული და რომელიც მათ დაამაგრეს პარლამენტის შენობის ფასადზეც სხვადასხვა ადგილზე. თუმცა ახლა მთავარი კითხვა არის ის, თუ რატომ გაახსენდა პროკურატურას 20 ივნისის საქმის გამოძიება, ანუ სტრასბურგის სასამართლოს დავალება ახლა, როცა ამ დავალების გაცემიდან უკვე 1 წელზე მეტია გასული. მე შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ ქართული ოცნებისგან გამოძიების ხელახლა ჩატარება მოითხოვა 2024 წლის 7 მაისს, თუმცა ოცნების პროკურატურა მხოლოდ ახლა შეუდგა ამ დავალების შესრულებას, რაც გახარიას პარტიის წარმომადგენლებისთვის არის მიმანიშნებელი იმაზე, რომ ოცნება ახლა მუშაობს მხოლოდ იმისთვის, რომ მასალები მოაგროვოს გიორგი გახარიას წინააღმდეგ და არა იმისთვის, რომ ჩაატაროს ნამდვილი გამოძიება. ეს გამოძიების მხოლოდ სიმულაცია, აღნიშნავენ ამას ოცნების ყოფილი პრემიერის პარტიაში და ამბობენ იმასაც, რომ გავრილოვის ჩამოყვანა საქართველოში არის მთლიანად ქართული ოცნების იმ შემადგენლობის პასუხისმგებლობა, რომელიც ჯერ კიდევ რჩება ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლად. როგორც ჩანს, ოცნება მორიგ სიმულაციას ატარებს და ნამდვილად კობახიძეს არ გაუჭირდება ამ სიმულაციის ჩატარება, ვინაიდან საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, თუ როგორ თბილად უმასმეძლა გავრილოვს ჭიქით-ხელში და როგორ ჩასვა ის თავმჯდომარის სავარძელში. მე უბრალოდ ვერ გაგცემთ პასუხს, რომელი ადამიანი შეიძლება იყოს დაკავებული, იმიტომ რომ ეს ჩემი საქმე არ არის და ვერანაირად ვერ მექნება ინფორმაცია პოლიტიკურ პასუხისმგებლობას რაც შეეხება. ჩვენ არაერთხელ გვაქვს მოსმენილი არაერთი ეთერით. მათ შორის მისი საყვარელი გიორგი გახარიას საყვარელი TV პირველის ეთერით, რომ სრულ პასუხისმგებლობას იგი იღებს ყველაფერზე, ყველაფერ მომხდარზე და დავალებებს ის გასცემდა. შესაბამისად, ეხლა მას მოუწევს ყველანაირი პასუხისმგებლობის აღება და მათ შორის რა დავალებები იქნა გაცემული, სრულად იქნება აუცილებლად გამოძიების საკანონმდებლო. როგორც უკვე გითხარით, პროკურატურის თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, იქ სადაც 6 წლის წინ ძალადობრივად დაშალა ქართულმა ოცნებამ, საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო აქცია მიმართული გავრილოვის ჩამოყვანის გასაპროტესტებლად. მუშაობს უკვე რამდენიმე საათია, თუმცა კიდევ რამდენხანს გაგრძელდება ეს მუშაობა, ამ დროისთვის არის უცნობი, თუმცა ეს არის საინტერესო, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ როგორც მაყურებლისთვის კარგადაა ცნობილი, საქართველოს მოქალაქეები ქართული ოცნების პრორუსული პოლიტიკის გასაპროტესტებლად ტრადიციულად დღესაც აპირებენ მოსვლას რუსთაველის გამზირზე და ამდენად საინტერესოა შეუშლის თუ არა ხელს პროკურატურის აქ მუშაობა, ხელს საქართველოს მოქალაქეების პროტესტს, რომელიც წესით რამდენიმე საათში დაიწყება რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ.